ეს მე და გიო შევეჯიბრებით ერთმანეთს, შეჯიბრი იქნება პატარა კარში ბურთების დარტყმა, თითო ბურთი იქნება თითო ქულიანი და ბოლო იქნება რაგბის ბურთი, რომელიც იქნება ორქულიანი. და სასჯელი მოვიფიქროთ წაგებიდან გამომდინარე. კარგი. ვიწყებ ესე. დავიწყეთ. პირველი მარტივია. არის 1 თარსი კატაკი. მეორე. ბურთი უნდა დარჩეს თუ კამაზა. არც მოიმუშავა. მესამე. კარგი რა. 1 ქულა გაქვს გიო. აი, თავად. აუ, 2 და ამას ვერა. ეს როგორ უნდა შანსი არა გაქვს. როგორ უნდა დავარტყე, ეგეც არ ვიცი. რამენაირად ეცადე. ეხა მე ვიწყებ გიოს აქ 2 ქულა. და მე ვიწყებ დათარსოს, ხო? პირველი მეც გავიტანე. აუ! და 2. არა, შენ ნავარჯიშები ხარ. აუ. დაიძაბა, ეგ თუ გაიტანე? არა, შანსი არა. 2-2. რადგან თანაბარი შედეგი გქონდა, ეხლა კიდევ უფრო გავართულოთ. გავაკეთოთ rebounder-ის დახმარება. ოკეი. შენ ამიგდე, მე ბურთი ძირს არ უნდა დავაგდო და ისე უნდა დავარტყა და გავიტანე. კაი. გვექნება 2-2 ცდა. მიდი. აა, ცოტა დამოკლდა. მეორე. 1-იც? არის. 2-დან 1. მიდი. და სოფო რადგან ამანაც ვერ გადაწყვიტა, კიდევ უნდა გავართულოთ. ესე იგი დავდგეთ გოლში ცალი ფეხით. ბურთს გადმოგიგდებ და ძირს დაუგდებლად უნდა დაარტყ. კაი. ესეც 2-2-ც დაი. კაი, შენ იწყებ. მიდი შენ. არის. აქ შეიძლება მაკრატელას დაარტყეს კაცი. ნახე რა პასი, ეგეთი კარგი პასი მომეცისოთე. და მიდი. მიდი. 10 და მეორე. რადგან შენ წააგე, მაშინ 100 კილა გაირბინე ყველა გოლი. всё, გავირბინე. კარგი. თუ მოგწონს გავსი ტიპის ჩელენჯები, გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაგვიწერეთ კომენტარები, რაში დაგაჩელენჯოთ. ესე იგი, დღეს ბიჭები ეჯიბრებიან კროსბარში 3 განსხვავებული ბურთით. ფეხბურთის ბურთი იქნება 1 ქულიანი, კალათბურთი იქნება 2 ქულიანი და რაგბი იქნება 3 ქულიანი. აბა წარმატებები ბიჭებო. უნდა გავარტყა ძელს. ეს უნდა გავარტყოთ, მე დავიწყო. მე. წავიდა 1 ქულიანი ბურთი. არის 1 ქულა. კალათ ბურთი. ესეც თუ გავარტყი? ესეც თუ გავარტყი, აღარ დავარტყავ. აი, ცოტა შანსი დამრჩი. ეხა მაქვს 3 ქულა. რაგბი რო გაარტყა, თანაბარი. ხო, რაგბიზე უნდა გავაკეთო აქცენტი ეს. ხო რა, და თუ არა და მომიგე. საჯელს მოვიფიქრე. მოვიფიქრებთ ბოლოს. აბა, დავай, დაიწყე. ოპა, 1 ქულა. ოპა, 2 + 2 3. თუ გაარტყი, რანაირად უნდა დავარტყა. აბა რა, 6 ქულით. წავაგე. ლაშას საჯელი ეს იქნება. 100 კილა უნდა გაირბინო ეს რგოლები და ბოლო რგოლიდან მიაგიგდებ რაგბის ბურთს, უნდა დაარტყა და გაიტანო გოლი. 1 2 3 4 5 არითვლება. მე დავიწყებ. მიდი თანაგენ. არის. ეხლა მე და გიო შევიჯიბრები სამქულიანების სტოლაში, პერიმეტრზე განალაგებულია წრეები, იქ უნდა ჩავდგეთ და აქედან ვისროლოთ რა. სასჯელი იქნება, ვინც წააგებს, მე რაგბის ბურთის ცენტრიდან უნდა ჩააგდოს ბურთი, რამდენჯერაც ვერ გაუმართლებს, ახლა უნდა დაიწყოს. დაწყობს? მაწყობს. დავაი, დაიწყებ თუ დავიწყო? დაიწყე. დავიწყე. პირველი ჩავარდა. სულ არის 1 ქულა, შენია 6-დან 1. ხა გიო იქ. დავიწყე. ოპა, ჩავარდა. ეს თუ გამადა თანაბარი. ალად ბურთი არა ჩვენი ძლიერი ხარ. პირველი წრე დასრულდა 1-1.
მეორე წრეს ვისვით 3 პოზიციიდან 3 სროლას გავაკეთე. პირველი სროლა პირველი აუვატილე. აუაგდე. თუნდაც მაინც სხვა. ეს ახლოს იყო, ეხა გიოჩები. წინა წრეში მქონდა ესე იგი ერთი ხილი. გამოგვიწიონ კალათბურთში, არ აღმოჩნდა ძლიერი. ცოტა ხარი რომ მოძრაობდეს, აი. ჩავარდა, ხო? აბა ესე სულ ოპა, არის კალათბურთში. დამსაჯეთ. მე გავიმარჯვე და გიორგი ცენტრიდან ეცდება რაგბის ბურთი მოხდეს. კალათბურთში ბურთი ვერ ჩავაგდები რა, რა ჩავაგდები. ჩაეც. აი. აწერი. ჩანდი აუიზა. ეგარი. ეს ეს უნდა ამას. აჰა. არი! მე რამდენიც დაი. 1001 იყო. ეხლა ვეჯიბრებით ჩვენ ცხრიანში ბურთის გაძვრენაზე. კარებზე დავკიდეთ ეს სავარჯიშო გოლები. ორს ვესვრით წითელ რგოლს, ორს ვესვრით ლურჯ რგოლს. წავიდა. 10. ну ეს გოლი იყო, ხო? ცოტა დაგაკლდა. გაასწოროს. წავიდა ლურჯი მხარე. გაძვრა, ხო? გავაძვრინე. წესით მოვიგე. სასჯელი იქნება. კენწულით აქეთ უნდა წაიღო და ბოლომდე კარში გაიტანო ბურთი ისე რომ არ დაგივარდეს. აბა შენც. გავიან ახლა გავიგეთ. ცოტა გაფინიში. ბოლოსაც ჩაგითვლი. ეხლა ვეჯიბრებით 4 ბურთს ისე უნდა დავარტყათ, რომ ბურთი არ უნდა დავარდეს ძირს რა. ისე უნდა შევაგდოთ გოლი. გიორგი დაიწყეს. პირველი წესით მარტივი. არის გაიტანა. არის სამეცდა მესამე არის გაიტანა. და ბოლო გაბულან თითქმის ცენტრით. ვაცი ხა ჩემი ჯერია და მე დავუწევ. აბა მე არის 4. სასჯელი იქნება, აქედან უნდა დაარტყას ბურთი, გადააცილოს რებაინდერს და პატარა კარებში გაიტანოს გოლი. აბა, წარმატებები. ამ ცოცხალი კედელია რებაინდერი. ჩანდი. ეს რო და ჩანდი. ჩელენჯი აღარ გვინდა წამოდავლით.